ამ ვიდეოში გაიგებთ თუ რატომ ღირს ორჯერ უფრო იაფი 6B140 სერიის John Deere ვიდრე 6M140 სერიის John Deere. ვიდეოში შევეხებით ძირითად მახასიათებლებს, განვიხილოთ ორივე მოდელს, დაგანახებთ განსხვავებებს ძირითად კომპონენტებში, როგორც არის კაბინა, ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი და უკანა ამწევის სისტემა. მოდი დავიწყოთ ძირითადი მახასიათებლებით და ზოგადი ვიზუალით, რასაც უკვე კარგად შეამჩნევდით ამ ვიდეოში. ძალიან განსხვავდება ეს ორი ტექნიკა ერთმანეთისგან. იმისთან მიუხედავად, რომ ორივე John Deere არის 140 ცხენისძალიანი, მაგრამ ვიზუალური მხარე და ზოგადი მახასიათებლები განსხვავდება. ეს არის ბევრად უფრო გრძელი რამის, გერმანული მოდელი არის ბევრად უფრო გრძელი რამის და მეტი საოპერაციო წონის მქონე მოდელი, დაახლოებით 7500 კილოგრამის იწონის ეს კონკრეტული მოდელი, ხოლო 6B-ზე თუ გადმოვად, არის შედარებით უფრო მოკლე, 1 ტონით ნაკლები საოპერაციო რამის მქონე, საოპერაციო წონის მქონე მოდელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. რო გადავიდეთ უშუალოდ ძრავებზე, 6 ცილინდრი ორივეში, 6B-ი რო დავიწყო, ბევრად უფრო მარტივი ძრავი დევს და ზოგადად უფრო მარტივი მოდელია, ნაკლები ელექტროობა, არანაირი IPM სისტემა და გამოიმუშავებს 140 ცხენისძალას, არც ნაკლებს და არც მეტს. ხოლო რო გადმოვიდეთ უკვე გერმანულ მოდელში, რომელიც მეტად სპეციალიზებული, მეტად თანამედროვე ეკომეგობრული ძრავია, ორივე რა თქმა უნდა მესამე თაობაა, რომ ვახსენო. აქ გვაქვს უკვე IPM სისტემა, რითიც John Deere უკვე წლებია თავს იწონებს, რაც გულისხმობს, რომ 140 ცხენისძალიანი 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 160 ცხენისძალას. რა თქმა უნდა IPM სისტემის დახმარებით. გადავიდეთ გადაცემათა კოლოფებზე. ზოგადად მანჰეიმის ქარხანა ძალიან მოქნილია გადაცემათა კოლოფებში. ყველა მოდელი იწყება ნახევრად ავტომატური კოლოფით და ადის სრულად ავტომატურ კოლოფამდე. ბევრად უფრო მარტივი საოპერაციო არის უშუალოდ ოპერატორისთვის, გულისხმობ იმას, რომ ნაკლები ქუროზე ფეხის ჭერა გჭირდება, შიფტები უფრო ბევრად მოქნილი და ნაზია და უშუალოდ ოპერაციაც ძალიან მარტივია ამ ტექნიკით, ვინაიდან არ გვაქვს ბევრი მექანიკური ბერკეტი. ხოლო 6B140-ში რო გადმოვართ, აქ ხვდებით ძირითადად სრულად მექანიკურ კოლოფს, უბრალოდ არის სინქრონიზირებული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რევერსული კოლოფი გქონდეს და გადართვა რევერსის გქონდეს ხელზე გამოტანილი, მაგრამ დანარჩენი არის სრულად მექანიკური გადაცემა, ბევრად მარტივი, ბევრად იაფი შესანახი და მარტივი დასასერვისებელი. რო გადავიდეთ ტექნიკის ტვირთამწეობაზე და ჰიდრავლიკურ წარმადობებზე, აქაც ძალიან დიდ განსხვავებას შევხვდებით. ვინაიდან აქ გვაქვს შედარებით ღია სისტემა, რაც გულისხმობს, რომ წნევა არის მუდმივი, მაგრამ არ იქნება ძალიან დიდი ნაკადები, თავაზობს მხოლოდ 60-70 ლიტრ წარმადობის ტუმბოს, რაც არის ამ ტრაქტორის მაქსიმუმი და ტვირთამწეობა შეადგენს 4000 კილოგრამს. რეალურად ეს მონაცემები ცოტა ნამდვილად არ არის, ბევრ კონკურენტ ბრენდზე მაღლა დგას 6B სერიაც, მაგრამ როცა ეძებ ტექნიკას, სადაც არ ყოფნის აი ეს მონაცემები, უკვე გადმოდიხარ გერმანულ მოდელზე. სადაც ხვდები უფრო დიდ პომპას, უფრო დახვეწილ სისტემას და უფრო მარტივ ოპერაციას. ეხლა უშუალოდ ციფრებში რო ვილაპარაკოთ. ესე იგი, აქ გვაქვს PFC ტიპის პომპა, რომელიც გულისხმობს წნევის და უშუალოდ მიწოდების რეგულირებას. ანუ ეს პომპა არ ქმნის მუდმივ ნაკადს, მხოლოდ გამოიყენებს ჰიდრავლიკურ წნევას მაშინ, როდესაც საჭიროა, რაც რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება თვითონ საწვავის მოხმარებაზეც. ანუ ამ მოდელში გვაქვს აქაც ჭკვიანი პომპა და ტვირთამწეობები გაზრდილია უკვე დაახლოებით 5700 კილოგრამამდე, რაშიც გვეხმარება 115 ლიტრში წარმადობის პომპა და რო შევადაროთ ციფრებში 60 და 115. გადავიდეთ კაბინის ნაწილზე, რასაც უკვე შიგნიდან მოგიყვებით და დაგანახეთ რა განსხვავებაა ამ ორი მოდელის კაბინას შორის. მოკლედ გადავიდეთ კაბინის ნაწილზე, სადაც ბევრად მეტი განსხვავება გვაქვს ამ ორ მოდელს შორის. ეხლა ვართ 6B სერიის კაბინაში. ესე იგი, ეს კაბინა სრულად იწარმოება ჩინეთში აბსოლუტურად, განსხვავებით ძრავისგან და სხვა კომპონენტებისგან, რომელიც შერეული ქარხნებიდან მიდის. ძირითადად რო შევხედოთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ბერკეტები, ძალიან მარტივი კაბინაა, ზოგადად როგორც 6B მოდელი არის ძალიან მარტივი, მეტად მექანიკური და ნაკლები ელექტროობის მქონე. ეს კაბინაც მაგ ყველაფერს წარმოადგენს. ყველა ბერკეტი აბსოლუტურად გვაქვს მექანიკური, როგორც დიაპაზონები, სიჩქარეების გადართვა, აქეთ ჰიდრავლიკური მაჩვენებლები, ძალიან მინიმალურ ღილაკს შევხვდებით. რა ეხლა რასაც ვიყურები, ერთადერთი ღილაკი რაც არის პეტეო შამთველი და დანარჩენი აქეთ გამოტანილი პატარა ავარიულები, მაშუქები და ასე შემდეგ. სივრცის კუთხითაც შედარებით პატარა კაბინა არის ვიდრე 6M, მაჩვენებელთა დაფაც გამოტანილია წინა მხარეს, შედარებით ძველებური სტილის.
არ გვაქვს პასაჟირის სკამი, მაგრამ ახალ მოდელებში 6B-ს ახალ სერიებში ეს კაბინა შეიძლება იყოს უფრო პრემიუმი, აქ შეიძლება იყოს უკვე პასაჟირის სკამის დამატებული, გვაქვს გარკვეული ტიპის ჰიდრაულიკური ჩამრთველების ახალ მოდელებში, ეს შედარებით ძველი მოდელია, რო შევადაროთ. სხვა მხრივ მინიმალური მახასიათებლები რაც გულისხმობს, რომ კაბინას კონდიციონერი ჰქონდეს, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ შიდა კომფორტი, უშუალოდ სავარძელი და ყველაფერი სხვა შედარებით უფრო ნაკლებ კომფორტულია. მაგრამ რა თქმა უნდა არის ძალიან გამძლე და ძალიან მარტივი რა. სულ ეს არის რა 6B-ს კაბინაში და მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ვნახოთ როგორი არის 6M-ის კაბინა. მოკლედ ეს არის უკვე 6M-ის კაბინა. ბევრად მეტი სივრცე პირველ რიგში, რაც ეგრევე იტყობა, რომ კაბინაში ამოდიხარ და პრემიუმი შეგრძნება რა თქმა უნდა ხა გერმანული კაბინა ბევრად უფრო დახვეწილია, ბევრად უფრო კარგი სავარძლით, დამატებული პასაჟირის სავარძელი, უშუალოდ კაბინაც მეტად ერგონომიულია ვიდრე 6B-ი, მაგრამ რა თქმა უნდა ძირითად განსხვავებებსაც ახლავე მოგიყვებით რა. მოკლედ ამ კაბინაში და ზოგადად 6M-ში რა თქმა უნდა მეტი ელექტროობა არის, მეტად უფრო მორგებული არის ოპერატორის მარტივ სამუშაო დღეზე. რა თქმა უნდა გვაქვს მეტი ელექტროჩამრთველები, აქ ნახევრად მექანიკური კოლოფი გვაქვს, ჰიდრაულიკები აქაც გვაქვს ამოტანილი როგორც ბერკეტები, მაგრამ ყველაფერი ეს არის აი აქ მოქცეული, მთელი სამართავი პუნქტი გვაქვს აი აქ და არ გვჭირდება ცალკე აი აქ რაღაცები ვეძებოთ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, მაჩვენებელთა დაფა ცალკეა გამოტანილი რომ შიგნით არ ვიყუროთ ესე რო თქვა, თან ბევრად ჭკვიანია. დანარჩენი ელექტროჩამრთველები კარდნის, კლავების კონტროლი ძალიან მარტივია, კუდა კურდღლის არჩევაც, რა თქმა უნდა ღილაკებზე გვაქვს, უშუალოდ კლავების დაწევაც ღილაკებზეა. მთელი აი ეს ბორდი, რასაც აქ ხედავთ, ეს არის იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი მაშუქები, ჩვენი კომპიუტერი, საიდან შეგვიძლია ავირჩიოთ რა ვიზრუნები, დავამახსოვროთ ჩვენი საოპერაციო საქმიანობა და ასე შემდეგ. მოკლედ 6M არის ბევრად უფრო ჭკვიანი თავისი კაბინითაც. საკმაოდ კომფორტულია, მართლა კიდე ერთხელ დავაღვნიშნო, სივრცეც ძალიან კარგია. ოპერატორისთვის შეიძლება რომ ეს კაბინა უფრო კომფორტული იყოს ვიდრე 6B-ი, მაგრამ 6B-საც აქვს თავისი პლუსები. 6M-ის კაბინაზე სულ ეს იყო და მოდი ახლა ერთად შევაჯამოთ უკვე ორივე მოდელის განსხვავებები და პლუსები. და მაინც რა კატეგორიის ფერმერებს ეკუთვნის კონკრეტული მოდელები. 6B 140-ით რომ დავიწყო, ეს არის იდეალური ტექნიკა 140 ხენის ძალაში, ბევრად უფრო მარტივი და თუ ხარ ფერმერი, ვინც ეძებს მაღალი ხარისხის ტექნიკას, მაღალი საექსპლუატაციო ვადით, ძალიან გამძლეს, როგორც არის John Deere, 6B 140 არის იდეალური ვარიანტი, ვინაიდან არის ძალიან ბიუჯეტური და ძალიან მარტივი ტექნიკა. დააკეთებს იმ დაკისრებულ საქმეს იდეალურად, რაც ჩვენს რეგიონს ჭირდება. ხოლო ფერმერები, რომლებიც ეძებენ შედარებით უფრო მეტ წარმადობას, მაღალ ჰიდრაულიკურ საქმიანობას, რაც შეიძლება ამ ტრაქტორმა გააკეთოს, ავტომატურ კოლოფებს და მეტ ავტომატიზაციას და GPS ნავიგატორებს და მსგავს სისტემებს გულისხმობს, 6M არის მათთვის. ორივე არის John Deere, ორივე არის 6 ცილინდრი და ორივე არის საუკეთესო ხარისხი ქართულ ბაზარზე. დღეისათვის სულ ეს იყო, ვფიქრობ საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა და დაინახავთ რა განსხვავება ამ ორ მოდელს შორის. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში უკვე John Deere-ის მუშა პროცესთან ერთად.